გუშტა დატვირთული დღე იყო საერთაშორისო ამბებით და ქვეყნის შიგნითაც დისკუსია თვითმმართველობის არჩევნების გარშემო და საბოლოოდ ეს ყველაფერი რაღაცად ერთმანეთზე გადაჯაჭვულიც აღმოჩნდა. ევროპარლამენტში მიდიოდა განხილვა იმ ანგარიშისა შეფასებისა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და გაკეთდა ასევე პირველი ესეთი საერთაშორისო კომენტარი, შეიძლება ვთქვათ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ერთი მხრივ ხაზგასმა თვითმმართველობის არჩევნებისა როგორც ბერკეტის ოპოზიციის ხელში და მეორე მხრივ აუცილებლობა საარჩევნო გარემოს ცვლილებისა და გაუმჯობესებისა, ხო? ეხლა აი ეს ტექსტი სხვადასხვანაირად იქნა წაკითხული ჩვენი ქვეყნის შიგნით და არსებობს აშკარად უკვე არსებობს პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებები არჩევნებთან დაკავშირებით. როგორ უყურებ ამ დისკუსიას, რაც ახლა მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებს შორის და როგორ შეიძლება რომ ყველა მხარე ჯერჯერობით მაინც მიუთითებს ერთიანი პოზიციის აუცილებლობას. ეს როგორც მინიმუმ ეს ხო სრულზე მაინც და ყველას ესმის რომ არა დაყოფილი პოზიცია გინდ ბოიკოტისა იყოს და გინდ არჩევნებში მოწვევის მიღება კატასტროფით დამთავრდება. ყველაზე ცუდი სცენარი სწორედ ეს არის, ხო? ამიტომ როგორ უყურებ აი ამ მიმდინარე დისკუსიას ახლა რაც ხო, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დავიწყოთ იმით რომ ცხადია, სასურველი იქნებოდა და უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ბუნდოვანება რაც იყო ამ ტექსტში და ეს ბუნდოვანი ნაწილი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მომხდარიყო და რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა არ ყოფილიყო, თუმცა აქვე პირველ რიგში რაც უნდა ითქვას და ხაზგასმით აღნიშნავ, რაც არ უნდა მკაფიო და ნათლად ყოფილიყო ეს ჩანაწერი და ეს მოსალოდნელი იყო მათ შორის, ჩვენი კოალიციის პოზიცია რჩება იგივე არსებულ ვითარებაში, სანამ სტატუს კვო არსებითად არ იცვლება, ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთ ვითარებაში, არც ერთ დონეზე რეჟიმთან თანამშრომლობას და მე ამას აღვიქვავ და ჩვენ ამას აღვიქვავთ როგორც რეჟიმთან თანამშრომლობას. იმიტომ რომ ამით ახდენ ვითარების ნორმალიზებას, საბოლოო ჯამში ამ არსებული კრიმინალური რთული ვითარების და მეორეს მხრივ აკეთებ იმას, რაც სურს რეჟიმს და ეს მათ შორის გამოიხადა იმ ქარდებში, რომლებიც უნისონში დადეს პროპაგანდისტულმა მედიებმა, მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც აწყობდა ამ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ხო, იმიტომ რომ მაინც რაღაც ლეგიტიმაციის ფასად შეუქმნის და ხო ვითარებას გარკვეულწილად მათთვის გამოასწორებს. ხო, სხვა შორის ეს კითხვაც არ ნიკა ბოდიში, უნდა თუ არა რეჟიმს რომ ოპოზიციამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მე მგონია რომ პასუხიც ამაშია, ხო, ანუ დაიდო თუ არა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიში, რომელსაც აქამდე, აი ამ ანგარიშამდე ყოველთვის ჩალის ფასი ჰქონდა Deep State-ის მიერ იყო დაწერილი, გლობალური ომის პარტიის მიერ იყო დაწერილი, დაიდო თუ არა ყისიერად 4-ვე პროპაგანდისტულმა მედიამ და მათ შორის იმ არაავთენტურმა ჯგუფებმა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებენ ადამიანების გაშავებისთვის და ქართული ოცნების რეჟიმის გამართლებისთვის, ყველამ ერთად უნისონში ერთად მოახერხეს და დადეს მხოლოდ ის ნაწილი, რომელშიც საუბარი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან, როგორც შესაძლებლობასთან და დემოკრატიის წესთან. ანუ გამოხატეს მხოლოდ ის პოზიცია და დააფიქსირეს მხოლოდ ის პოზიცია, რომელიც ამ შემთხვევაში რეჟიმს აწყობდა. ანუ ჩალის ფასი რეზოლუცია მათთვის რაღაც დროს მისაღები და ღირებული გახდა. ხო, ესეც ხომ მიუთითებს იმაზე, რომ მათ ეს სურთ. ზოგადად სურთ იმიტომ რომ ეს მოახდენს მათ შორის ვითარების ნორმალიზებას მათთვის და ამ პროტესტის ამ ნაწილის ფურცლის დახურვას თუნდაც სალაპარაკოთ და პროპაგანდისტული გზებისთვის, ხო, იმიტომ რომ ფაქტია ეს ორი მიზანი მიუღწეველია ამ ვითარებაში და ამ შემთხვევაში, რასაც ქვია პოლიტიკური პატიმრობის გათავისუფლება და მეორე მხრივ ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, სადაც გავლენა არ ექნება რეჟიმს. ეხლა რო გავაგრძელოთ, ზოგადად მე დისკუსიის მომხრე ვარ და არ ვარ ამის წინააღმდეგი, მაგრამ ადამიანები და ზოგადად პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური აქტორები და ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები ჩვენს განცხადებებში ერთი და უნდა ვიყოთ პრინციპულები იმ პოზიციებში, რომელსაც დავაფიქსებთ. არ შეიძლება გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ გამოვდიოდეთ და ვსაუბრობთ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს თანამოქალაქეებს და ჩვენ წაგვართვეს რუსულმა რეჟიმმა და რუსული ჩარევებით წაგვართვეს არჩევანის თავისუფლება, არჩევნები გაუქმებულია 28 ნოემბრის მოღალატეობრივი განცხადების შემდეგ კონსტიტუციური დღის წესრიგი ამოყირაებული და რეჟიმი კონსტიტუციიდან გასული და ამის შემდეგ ჩვენ ვიცვლიდეთ პოზიციებს და საუბრობდეთ იმასთან დაკავშირებით ყოველგვარი ცვლილების გარეშე, როგორ მივიღოთ მონაწილეობა იმ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, ანუ ვითანამშრომლოთ რეჟიმს და საძალაუფლების ბედიც კი არ წყდება, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს მათ შორის გამოცდილება, რომ ძალიან დაბალია ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ადამიანების აქტივობა, იმიტომ რომ შინაგანად არ განიხილავენ ამას როგორც რაღაც იმ მნიშვნელობის საკითხს, სადაც მათ შეუძლიათ დისკომფორტის ზონა დატოვონ და იქ საკუთარი ტრადიციულად ასეა, კი. მეორე, ასევე ამ შემთხვევაში ლელოზე მაქვს საუბარი, გახარეს რაღაც განვიხილავ რატომღაც, იმიტომ რომ მგონია რომ უკვე კაფიო დაგვთ მათ ეს პოზიცია ჩამოყალიბებული. მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა, რა ვიცი, ამას ფუთავდნენ, ესე ვთქვათ, მაგრამ ასევე არ შეიძლება მე და თქვენ რაღაცაზე შევთანხმდეთ, ამ შემთხვევაში ჩვენი პარტია
არ არის ამ პლატფორმის წევრი, თუმცა ჩვენი კოალიციიდან წევრი არის დროა და გირჩი და მათ შორის გუშინ წინ გააკეთა ფედერალისტების ლიდერმა გიგა ბოკერიამ და გუშინ ელენე ხოშტარიამ განცხადება, რომ ისინი შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ იმ განცხადებას, რაც ალონ მეზურაბიშვილმა გააკეთა, რომ ადგილობრივი არჩევნები მისაღები იქნება მხოლოდ იმ ვითარებაში, თუ წესები შეიცვლებოდა, ჩაინიშნებოდა ახალ თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებთან ერთად და შემდეგაც მეორე დღეს პოზიციას შეცვალეს. ესეც პრობლემაა, ხო? ანუ სიტყვას ისევ ფასი ეკარგება და მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება აქ დადგეს. ნიკა მოусმინეთ, აი მიმშელოთ, მე მყავდა სტუმრად ლელოს წარმომადგენლები და მათი პოზიცია არის ამგვარი, რატომ მოყვა ასეთი რეაქცია ჩვენს ინიციატივას მსჯელობის და დისკუსიის წამოწყების შესახებ. მოდი მე ვეცდები რომ მოვიყვანო რამდენიმე არგუმენტი, რომელიც არის საპირისპირო მხრიდან, ხო? მართლა არ არის ეს მარტივი გადაწყვეტილება, რატომ? და ხელაღებით მისაღები გადაწყვეტილება. არც ერთი გზა არ არის მარტივი. და ზოგადად ალბათ იმის აღებებს უნდა დავიწყოთ, რომ რთული მდგომარეობა. აქედან გამომდინარე არსებობს საერთოდ ეს დილემა, ხო? ბოიკოტისა თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღებს. რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობა ყოველთვის კარგია და არჩევნები არის ბერკეტი. უბრალოდ დგება ხოლმე მომენტები, როცა სხვა იდეებით შეიძლება არჩევნებთან დაკავშირებით იყოს წამყვანი, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ვინც უყურებს და ვინც ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა კარგი აზრია. ხედავს, რომ პროტესტი აღარ არის ისეთი წავი, როგორც იყო. დიდია იმედგაცრუება, საჭირო არის ახალი ენერგია, საჭირო არის ახალი რაღაცა ტიპის კალენდარი. მათ შორის ოპოზიციურმა პარტიებმა კი ყველანი ხართ რუსთაველზე, ყველას ხავს პოლიტპატიმარი, ყველა ჩართული ამ პროცესში, მაგრამ აი ეს რაც წარმოსახვითი სცენა პროტესტის ჯერ კიდევ თავისუფალია. თითქოს ამ ნაწილში ვერ მონახეს პარტიებმა თავისთავი და იქნებ არჩევნები იყოს საშუალება, რომ ეს რაღაც განახდეს. და პლუს ისინი ამბობენ, რომ მაგერ გაყალბებული არჩევნებითაც კი ლამის თბილისი მოვიგეთ. კი არა მოიგო ოპოზიციამ თბილისი, ხო? რატომ არ შეიძლება იგივე შედეგი განმეორდეს და ხა ნამდვილად თბილისის მერობაში გამარჯვება იქნება დიდი გარღვევა. რას უპასუხებდით ამ არგუმენტებს? მოდი მაშინ ჩამოვყაროთ ახლა რამდენიმე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატო არ უნდა გავიდეთ და ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და რატო არ უნდა ვითანამშრომლოთ რეჟიმთან. პირველი 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, როდესაც პარლამენტი, ეგრეთ წოდებული პარლამენტი გახდა ერთპარტიული და ქართული ოცნება გახდა რეჟიმი ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ჩვენ რა ვნახეთ? ჩვენ ვნახეთ დეკემბერში შეცვლილი საარჩევნო კოდექსი ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და ვნახეთ, რომ რეალურად იმ ეგრეთ წოდებული მიშელის შეთანხმების შემდეგ მიღებული 2021 წლის პროცესი, რომელიც გავიარეთ და რომელშიც შევედით, შეიცვალა და დაუბრუნდა 2017 წელს. ანუ გაიზარდა მაჟორიტარული წილი, შემცირდა პროპორციული წილი პარალელურად, გაიზარდა ბარიერი საკრებულოს არჩევნებზე და მათ შორის გაუქმდა ის 40%-იანი ზღვარი მაჟორიტარებისთვის, რომლებიც არსებობდა. ხო, ანუ ერთგვარი ბარიერი, ანუ ვინც მეტ ხმას ბრჭყალებში მიიღებს, იმიტომ რომ ეს არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი პროცესი განსაკუთრებით მაჟორიტარებისთვის, ის ხდება ავტომატურად მაჟორიტარი დეპუტატი. მეორე, მანამდე შემდეგ უკვე ჩვენ ვნახეთ ასევე ცვლილება დაკვირვების უფლებაში, რომელიც ყველა მათ შორის ვენეციის კომისიამ გამოაცხადა იმგვარად, რომ ეს არის დაკვირვების უფლების წართმევა, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და დამკვირვებლებს აღარ აქვთ უფლება იგივე პირადობები გადაუმოწმონ ადამიანებს, რომლებიც მივლენ იქ ხმის მისაცემად. ანუ ამით პირდაპირ შეიზღუდა დაკვირვების უფლება და წაგვერთვა და ფაქტობრივად გამოირიცხება ეგრეთ წოდებული კარუსელების მინიმალიზების საშუალება მაინც. მესამე ხედავთ მედიასთან დაკავშირებით იმ ეგრეთ წოდებულ რეგულაციებს, ანუ დრაკონულ კანონებს, რომლის საფუძველზე თქვენ და თავისუფლად უკვე გიჩივლეს. ანუ ფაქტობრივად კამპანიის ნაწილში ერთი და არჩევნების დღის ნაწილში მეორე, თქვენ არ გექნებოდ საშუალება ასახოთ რეალობას სრულად, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ფრაზა ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონოს და ამის გამო თქვენ გიჩივლონ, დიდი ფინანსური წენხი დაგადნა, შემდეგ ვიცით, ხო ეს საბოლოო ჯამში მიდის ლიცენზიის შეჩერებამდე. ანუ მედიასთან დაკავშირებითაც არგუმენტი გვაქვს. მეოთხე, არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაქტობრივად შეეზღუდათ ვინაიდან ის ეგრეთ წოდებული ფარასი ანგლიაში რუსული კანონი ამოქმედა, შეეზღუდათ არსებობის უფლებაც კი, ანუ მათ აღარ ექნებათ გადამზადების უფლება დამკვირვებლების, კამპანიაში აქტიურად ჩართვის უფლება და კამპანიაში ჩართვის უფლება და მათ შორის შესაძლებელია ეს ყველაფერი აისახოს დაკვირვების უფლებაზეც, ანუ რომ დაუბრუნოთ იმ პირველ ნაწილს. მეექვსე და მნიშვნელოვანი, თუ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვსაუბრობთ, მე მგონია რომ იმისთვის რომ მინიმალურ სტანდარტზე მაინც თავისუფალი და სამართლიანი პირობები იყოს, ლიდერები უნდა
იყვნენ თავისუფლები, ხო? ამ შემთხვევაში რას ვიღებთ? ნიკამელია, რომელზეც თქვენ რადგან 2021 და 2024 წლის არჩევნები ვახსენეთ, რომელმაც რა ვიცი, ამ შემთხვევაში შეიძლება არ არის თქვა სწორი მაგალითი, მაგრამ ჯერ გლდანში კობიაშვილს და შემდეგ თბილისში ის შედეგი დადო საერთო ძალებით რაც ვნახეთ, ამ შემთხვევაში არის გარეთ ზურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამია ელოდება პატიმრებას, კი, და ირაკლი ოქროშვილიც, რომელიც არ არის აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ ფაქტორია, იმიტომ რომ ეს განწყობებს ქმნის. მე გაგახსენეთ ახლა სხვა პარტიის ლიდერი, მაგრამ არც მიხეილ სააკაშვილი არ არის. ხო, მივდივარ იქამდე ზუსტად, ანუ მაგამდე მივდივარ, იცი რომ მე მაგაზე არ მივდივარ და უბრალოდ ეს უნდა ვახსენოთ ყველა შემთხვევაში. კი, არა, ცხადია, მიხეილ სააკაშვილი აპრიორი არის პოლიტიკური პატიმარი, ეს არც განიხილება და ამას სულ საუბრობ. ანუ ადამიანები არიან პატიმრებში, ანუ არაჯანსაღი და არათავისუფალი გარემოა. ცხადია ამასთან ერთად და უპირველესად ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ ყავს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მიდის იქამდე რომ განწყობები ადამიანებში და სამართლიანობის განცდა და ის რომ მათ საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო წლობით პატიმრობაში არ გაუშვებს, ყველაფერი მოქმედებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი საბოლოო ჯამში მიიღეს ასევე ისეთი დრაკონული კანონმდებლობები, რომლებიც მიიღო იანუკოვიჩმა 2014 წელს ევრომაიდნის პერიოდში, რომლებიც ზოგადად კრძალავს ნებისმიერი სახის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას შეკრებების დროს. აი ეს მათ შორის კამპანიაზეც თავისუფლად აისახება. ამიტომ ჩვენ რო ვიცოდეთ, თუ ეს ცვლილებები არ განხორციელდა, მთავარი ეს არჩევნები 2020 წელს თბილისში დაახლოებით იგივე შედეგი იყო, რაც 2024 წელს არჩევნებზე. თუმცა 2021 წელს კიდევ ერთხელ ხალხს უსვამ, როდესაც იმ ეგრეთ წოდებული მიშელი შეთანხმებით, რომელსაც მე არ ვეთანხმებოდი იმის ხელმოწერას ინფორმით, როგორც არსებობდა, მივიღეთ შედარებით კარგი ვითარება, ანუ კანონებთან დაკავშირებით ლეგალისტურ დონეზე, მაინც რა მოხდა, ხო, დაიწერა ის შედეგი, რაც ჰქონდა. და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შედეგები საბოლოო ჯამში გამოიხატება იმიტომაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის არჩევნები, რომელზეც წყდება ძალაუფლების ბედი. და ესეც განწყობების საკითხია ადამიანებში. და მთავარი, ამ ყველაფერს მივყავართ ცვლილების გადავადებამდე. ანუ ჩვენ თუ ამ ვითარებაში რეჟიმთან ვითანამშრომლობთ, სისტემურობის განცდას შევქმნით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ეს სისტემურობის განცდა გამოავლენს იმას, რომ ხო, ამ ქვეყანაში ვითარება არც თუ ისე ცუდადაა და ამით ყოველთვის რეჟიმები სარგებლობენ. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მე რაც მგონია ამასთან დაკავშირებით, არის ის, რომ აი კითხვის პირველი ნაწილი რაც იყო, რომ ადამიანებში არის აღქმა, რომ თითქოს აი უკვე ყველაფერი დასრულდა, პროტესტ აზრი არ აქვს, პროტესტი მიელდა. მე ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომ მნიშვნელოვანია ის, რომ მათ შორის პოლიტიკური პარტიები აქ სხვაგვარად ვიყოთ რაღაც დოზით მაინც წარმოდგენილები, თუმცა ისევ იმ ნაწილს რო დაუბრუნდეთ, მე მგონია რომ ახლა ხდება რაღაც მხრივ არის ის პერიოდი, როდესაც პოლიტიკური პარტიები თავიდან ყალიბდებით, იმიტომ რომ ის ყველა სტრატეგიული შეცდომა ახალი ტიპის ორგანიზაციებად ყალიბდებით. ეს არის ეს სხვა შორის ბოიკოტი ეს არის სწორედ კლასიკურ ტრადიციულ პოლიტიკურ ფორმაზე უარის თქმა და ეს უჭირთ ადამიანებს. მე მესმის, ეს არ არის მარტივი. არ არის მარტივი. ხო, უბრალოდ რაღაც ნახევარ პარტიზანულ ორგანიზაციად მოგვიყვება. ხო, ნახეთ, აი ის ყველა ეს თქვა შეცდომა თუ არასწორი ნაბიჯი, რომელიც აქამდე იყო გადადგმული, მათ შორის სიტყვის არ შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის ის რომ მოქალაქეებს დღეს ერთს ვეუბნებით, ხვალ მეორეს ვეუბნებით და ასე შემდეგ. მე მგონია რომ რაღაც მხრივ ამის გამოსწორების ეტაპზე ვდგავართ, ხო? ანუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაც იყო 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ რომ იყოთ ყველაფერში თანმიმდევრულები და ამ თანმიმდევრულობას მათ შორის ჩვენ ვერბალურად და ჩვენს ქმედებებში ვცდილობთ რომ გამოვხატოთ. მე მგონია რომ ეს მათ შორის დობას დააბრუნებს და მთავარი რატოც არ უნდა გავიდეთ. ეს გასვლა აწყობს მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხალხს უსვა. გუშინეს გამოიხატა იმ კარდებში, რომლებიც ასევე ყისიერად და წამიერად დადგეს. ნიკა, ნახე, ჩამოთვალე პირობები, რომ აი ამის გამო არ შეიძლება, ამის გამო არ არის თუ არა ის პირობები, რაზეც შეიძლება მოლაპარაკება შედგეს და ამ შემთხვევაში გავხვიდეთ არჩევნებს. აი მაგალითად აქ არის ლიდერების რა არის ის ზომა, რაც მოლაპარაკებაში შეიძლება საკმარისად მიიჩნეს, რომ აი ამ შემთხვევაში შეიძლება არჩევნებზე გასვლა. მე მგონია რომ აქ მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ ზოგადად საფუძვლები ამ პროტესტის, საფუძვლები ამ წინააღმდეგობის მოძრაობის და ის ფუნდამენტი, რაზეც ეს ერთის მხრივ ახალი სამოქალაქო საზოგადოება და ახალი მოქალაქეები შენდებიან, თუ შეიძლება ესე ითქვას და ვიზრდებით ყველა ერთად და მეორეს მხრივ ახალი პოლიტიკური იდენტობა ყალიბდება ზოგადად ოპოზიციური სპექტრის და პროდასავლური სპექტრის ამ შემთხვევაში, ხო? ამის ფუნდამენტი არის ორი მთავარი მოთხოვნა, ეს არის პოლიტიკური პატიმრების უპირობო თავისუფლება და სამართლიანობის განცდის და გრძნობის დაბრუნება ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით.
ამიტომ მე სრულად ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომ ერთადერთი რაც შეიძლება ამ ვითარებიდან კრიზისთან გამოსავალი იყოს ამ ორი მოთხოვნის დაკმაყოფილება და ამასთან ერთად ცხადია შეიძლება შემდეგ იყოს განხილვის და შეთანხმების საგანი ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ერთად თუ შეიძლება მოხერხდეს. ამ შემთხვევაში შეიძლება. მე მგონია რომ ფუნდამენტურად პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხების გვერდზე გადადებით საბოლოო ჯამში მივალთ იქამდე რომ ეს კრიზისი კიდევ უფრო გაგრძელდება, კიდევ უფრო გაღრმავდება და მოხდება ცვლილების გადაავადება. ცვლილების გადაავადება კი ამ შემთხვევაში არ გვაწყობს არავის. არც ჩვენ და არც იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაც დოზით მაინც შეიძლება დღეს უჩერდნენ ხალხს ამ პოზიციებს. ოპონენტი ამ შემთხვევაში გეტყოდათ რომ ცვლილების გადაავადება და ამ გზით როგორ მიდივართ ცვლილებამდე. აი ეს არის ის გზა რომელიც ცვლილებამდე მიგვიყვანს. რუსთაველი კი იკეტება, მაგრამ იკეტება მცირე რაოდენობის ადამიანებით. პროტესტი აღარ არის ისეთი მასშტაბური. პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება, ციხეში ადამიანების რაოდენობა იზრდება, ვერავის გამოყვანა იქიდან ჯერჯერობით. და მეორე კითხვა შემოდის, სხვა რა გზა არის? ამით მივდივართ ცვლილებამდე, აი ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით, თან მაშინ, როდესაც ვიცით რომ კიდევ ერთხელ გამკაცდა ყველაფერი, გაუქმდა ესე ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლება, მედია შეზღუდვებია, კანონები არჩევნებთან დაკავშირებით, გამკაცრებულია ვენეციის კომისია მთელი დასავლური სამყარო მოუწოდებს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და რეჟიმად არის საბოლოო ჯამში ჩამოყალიბებული. ამ გზით მივდივართ ცვლილებებისკენ თუ ნებადართული ოპოზიციის და სისტემური ოპოზიციის ესე ვთქვათ ჩარჩოებს შევიქმნით. სამწუხაროდ თუ ესე მოხდა და ამის სამწუხარო გამოცდილება ჩვენს რეგიონშიც აქვს, ხო, ქვეყნებს როგორია იყო ნებადართული ოპოზიცია და აკრიტიკო მხოლოდ ის და ილაპარაკო მხოლოდ ის უშედეგოდ, რაც რეჟიმებს აწყობთ, ხო? ანუ ხო ვერ მივდივართ პირიქით ესეც გადაავადებს და გაამყარებს იმ განცდას, რომ საბოლოო ჯამში ადამიანები აქ ცუდად ვიტყვი, მაგრამ აქ არაფერს აზრი არ ქონია, ხო? იმიტომ რომ მინიმალური პრინციპულობა და ნებისყოფა ვერ გამოვავლენთ. საბოლოო ჯამში ნებისყოფა და სიჯიუტე არის ყოველთვის ის მთავარი ორი მდგენელი, რომელიც გავს რეჟიმებს ამოსებს. არ არის ზუსტი შედარება, თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ხშირად მოყავთ მაგალითები, ხო? არ არის ზუსტი შედარება, იმიტომ საუბრობ, რომ მაშინ სისტემა სხვანაირი იყო და ასე შემდეგ. ვარდების რევოლუციის დროსაც ადამიანმა იცოდნენ, რომ იქ უნდა მდგარიყვნენ, ხო, ყოველთვის რამდენიმე ათასი ათეული ადამიანი არ იდგა, ხო, იქ სადაც პროტესტი იყო და პარლამენტი, მაგრამ ადამიანმა იცოდნენ, რომ იქ ჯიუტად უნდა მდგარიყვნენ. ეგ კლიმატია შესაქმნელი. კლიმატი იმის, რომ და ეგ კლიმატიც მათ შორის საპარლამენტო არჩევნებით იყო გამოწვეული, ხო, ეგ ხო არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნით, რომ ადამიანმა გაიცნო, მათ რაღაც მოპარეს და ძალაუფლების ბედი წყდებოდა. ამიტომ იყო ეს ყველაფერი. იგივე რა ვიცი, რო განვიხილოთ სხვა მაგალითებიც, ეხლა საუბარი რომ მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ აი ჩანაწერი გაჩნდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიში, რომ თითქოს მოგვიწოდებენ და ასე შემდეგ და რომ მოგვიწოდებენ. ანუ კითხვა ხდება. აი მეწოდევნები კითხვა უცხრებოდ. ეს ეხა პირველი განცხადება ვნახეთ, თუმცა ჩვენ მე მაქვს მოლოდინი რომ მოვისმენთ სხვა ტიპის შეფასებებსაც. მათ შორის მე მგონია რომ ბოიკოტის მხარდამჭერ განცხადებებს ჩვენ უცხოელებისგან ვერ მოვისმენთ. რაც შეიძლება მათ შორის ბუნებრივიც იყოს. ხო, რაც ბუნებრივია, არ არის მოულოდნელი ნამდვილად. უბრალოდ როგორ უნდა შევხედოთ ამ ნაწილს. ეხლა ეს ბრძოლა მიდის მოდეს თქვათ უცხოეთიდან წამოსული სანქციები, დახმარება, სიტყვა აქვს ძალიან დიდი ფასი და მნიშვნელობა. უბრალოდ აი სად გადის ის ზღვარი, სადაც მნიშვნელოვანი რომ გადაწყვეტილება აქ იყოს ოპოზიციურ ანაქს შიგნით მიღებული. ხო, პირველ დავიწყოთ იმით, რომ ეს ძალიან მარტივად განჭრეტადი იყო და ამაში ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მოულოდნელი არაფერი არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ამის გამოცდილება ქვეყანაშიც გვაქვს, ქვეყნის გარეთაც გვაქვს, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ისტორიული მაგალითები. 2003 წლის 21 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, მანამდე ბეიკერი იყო ჩამოსული ბუშის, ესე ვთქვათ, პირადი წარმომადგენელი ხო და იმ 21 ნოემბრის განცხადებაში პირდაპირ ეწერა, რომ მხარეები უნდა დასხდნენ და მოილაპარაკონ, რომ რაღაც სამომავლო ბეიკერის ფორმულა, ეს მხოლოდ დენიელსონით გარდაწყებულა, მაგრამ მივდივარ ზუსტად მაგამდე, ხო? ანუ 21 ნოემბრის ცნობილი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ისინი ბეიკერის ვიზიტზე აპელირებდნენ, შემდეგ საუბრობდნენ იმაზე, რომ მხარეები უნდა დასხდნენ და მოილაპარაკონ, მაგრამ პერიოდთან დაკავშირებით თავი მითი ის არის, რომ ამერიკის საელჩომ თუნდაც რამეს შეუწყო ხელი პირიქით იყო ყოველთვის. რევოლუციის წინააღმდეგი და მიიჩნევდა და ეგზიტ პოლების გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო, იმიტომ რომ მიიჩნევდა რომ არასწორი იყო ეს. და ეს მათ შორის ამ განცხადებაშიც გამოიხატა 21 ნოემბერს მოუწოდეს დამსხმარებლიყვნენ და ესაუბრათ მხარეებს, მაგრამ 23-ში რაც მოხდა, ყველას გვახსოვს. მეორე მე ძალიან ეს ვთქვათ, რო გადმოვიდეთ ჩვენს რეალობაში, ისი უშუალო მონაწილეებით ჩვენც ვიყავით, ხო? რო გადმოვიდეთ ამ რეალობაში, ჩვენ გვახსოვს დანიელსონის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში, ხო? ვიზიტი კიდე რბილად ნათქვამია, ძალიან დიდი ხანი გრძელდება.
მთავრდებოდა ეს მოლაპარაკებებიც. მე მინდა ადამიანებს შეიძლება არ ახსოვდეთ. მე მინდა შევახსენო, რომ დანიელსონის პირველ დოკუმენტში, ერთ-ერთ პირველ დოკუმენტში პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებაზე საუბარი საერთოდ არ იყო. ეს რადგან მე უბრალოდ საჯარო გახდა დროთა განმავლობაში, ამიტომ ვიხსენებ ამ ისტორიას, მაგრამ იმდენი მოახერხეს მაშინ მოლაპარაკების მონაწილე მხარეებმა, რომ ორ კვირაში ეს დოკუმენტი შეიცვალა. მაშინ საუბარი იყო თუ ზუსტად მახსოვს რაღაც ცალკე დოკუმენტად უნდა გასულიყო პოლიტიკური პატიმრების საკითხი და ასე შემდეგ. იმდენი მოახერხეს, რომ დაარწმუნეს ჩვენი მაშინ სტრატეგიული პარტნიორი ადამიანი, დაარწმუნეს იმაში, რომ ხო, აქ უნდა ჩაწერილიყო ის პირობები, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა ყოფილიყვნენ გათავისუფლებულები. ეს ცვლილება ხო შევიდა. ხო, ანუ იქ რო უცებ ადამიანებს ეთქვათ, რომ აი, всё, ამას უნდა დავთანხმდეთ. და ამის იქით აღარაფერი აღარ იქნება, ხო? მაშინ რა მოხდებოდა იმ პერიოდში პოლიტიკური პატიმრები ვერ იქნებოდნენ თავისუფლები. მაგრამ იქ გამოიჩინეს ერთი მხრივ სიმტკიცე, მეორე მხრივ პრინციპულობა და მოახერხეს და დაარწმუნეს საკუთარი პოზიციების ისტორიებში და ეს ცვლილება შევიდა. ორი კვირა დასჭირდა მხოლოდ ამ ცვლილების შეტანას. თუ ზუსტად მახსოვს ვადები. ამიტომ ჩვენ რაც უნდა გვახსოვდეს, ხო, ეს არასდროს არც ერთი დასავლელი დიპლომატი, ბიუროკრატი, საერთაშორისო პარტნიორი არასდროს არ გვეტყვის უარს იმაზე, რომ გამოვიყენოთ პროცედურული მექანიზმები რეჟიმის დამარცხებისთვის ან მისი შესუსტებისთვის. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ჩვენ გავითვალისწინოთ ერთი რამ. სამყარო საბოლოო ჯამში რეაგირებს იმაზე, რასაც გავაკეთებთ ჩვენ ქვეყნის შიგნით, აქედან გამომდინარე ექნებათ მათ რეაქცია ქვეყნის გარედან. სწორედ ამის გადმოძახილია იგივე შენი პარალელი 2003 წელთან დაკავშირებით, რომ წინააღმდეგი იყო და ასე მე ვნახეთ ხო მათ შორის მილოცვები და როგორი პარტნიორობა მიმდინარეობდა იმ დროინდელ ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეგ ეგრე იქნება, კარგი საქმეს ბევრი მშობელი ყავს და ცუდი საქმე, ცუდად დამთავრებული საქმე ბოლია ხო? ხო, და აი მივიდივართ იქამდე, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში რაც უნდა გავხსოვდეს, არც ერთი დასავლელი დიპლომატი, ბიუროკრატი, პოლიტიკოსი, არ ვიცი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი არ გვეტყვის, რომ არ გამოიყენოთ ეს ვთქვათ პროცედურული მექანიზმები რეჟიმის დამარცხებისთვის, შესუსტებისთვის. არამედ პირიქით, ამიტომ და ვიცოდეთ, რომ სამყარო რეაგირებს იმაზე, რაც ვაკეთებთ ჩვენ ქვეყნის შიგნით და ამის გადმოძახილი იყო ის სანქციებიც ბოლო პერიოდში, ის რეჟიმის იზოლაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი. ამიტომ აქაც გააწყვეტილება იქნება ჩვენზე მისაღები. როგორი პრინციპულები და ჯიუტები ვიქნებით და როგორ შევძლებთ მათ დარწმუნებას ჩვენი პოზიციის ისტორიაში. პოლიტიკა საბოლოო ჯამში დარწმუნების ხელოვნება და მათ ისინიც უნდა დავარწმუნოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ამ შემთხვევაში ჩვენი კოლეგა ოპონენტები. მინდა რომ თქვენ შიდა პარტიულ, შიდა კოალიციურ პროცესებზე ვილაპარაკოთ, ბოლოსკენ მინდა რომ წავიდეთ. ისე გამოდის, რომ თქვენი პოლიტიკური ძალის მოძრაობის სამი ლიდერი ციხეში აღმოჩნდება. ხან გუარამეზე ისე ვილაპარაკოთ, უკვე თითქოს გარეთ არის ეს კაცი, მაგრამ ნუ ვიცით რომ დაიჭერე ყველა შემთხვევაში. ეს არ არის მარტივი პოზიცია და მარტივი სიტუაცია, ხო, პოლიტიკური პარტიისათვის და როგორ აპირებთ, რომ აი ამას ამ გარემოსთან ადაპტირდეთ რაღაცნაირად. მათ შორის გადაწყვეტილებების მიღების პროცესის თვალსაზრისით, ხო, თქვენი კოალიციისთვის რთული ბევრი გამოწვევა დადგა მათ შორის არჩევნების შემდგომ არ არის პოსტსაარჩევნო პერიოდი მარტივი. ახალი პარტიისთვის. ახალი პარტიისთვის, ხო, რაღაც გამოწვევების საკომუნიკაციო მიმართულებით, ბევრი მიმართულება იყო პრობლემური მოკლედ. ხო და როგორ აპირებთ, რომ ამ ყველაფერს ახლა გავუმკლავდეთ, როცა მით უმეტეს თან აი პარტიის ლიდერები, კოალიციის ლიდერები აღარ იქნებიან თქვენთან ერთად. ხო, პირველ დავიწყებ იმით, რომ ეს იყო ამ ადამიანების გამიზნული პირადი გადაწყვეტილება, გააზრებული ესე ვთქვათ, შინაგანი რწმენიდან გამომდინარე, მაგრამ ეს იყო გუნდთან საბოლოო ჯამში შეთანხმებული, იმიტომ რომ ჩვენ ეს წინასწარ ვიცოდით. და ეს იყო ყველაზე სწორი ამბავი, იმიტომ რომ ამ ადამიანმა მოვიდნენ და პირდაპირ გაგვაცნეს და გვითხრეს, რომ ხო, ჩვენი გადაწყვეტილება არის ეს და ავით სამომავლო გეგმებზე რა ნაბიჯებს და როგორ გადავდგავთ, მოდი რაღაც ერთნაირად შევჯერდეთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენთან მისაუბრე ამასთან დაკავშირებით, რომ რაღაცნაირად ამ კოალიციის მთელი ხიბლი ჩემთვის რაც არის და იყო და ახლაც არის და მათ შორის პარტიის უფლებები და ვალდებულებები არის ამ შემთხვევაში საქმესთან დაკავშირებით ცხადია, ამას გულწრფელი არ იქნებს ვიღაცა შეზღუდულები ვართ. არის თავდამავალამდე გადანაწილებული და მეწილად მათ შორის ინიციატივებზე დაფუძნებული, ხო და ეს გადანაწილება საბოლოო ჯამში და დეცენტრალიზაცია, ესე ვთქვათ, ამ ამბების, ხო, საბოლოო ჯამში ზუსტად იგივენაირად ვაპირებთ მოქმედებას და ხო ეს შეიძლება მათ შორის განსხვავდება, თქვათ, შიდა პარტიული და შიდა კოალიციური პროცესი გადაწყვეტილების მიღების თქვენთან. ხო, ეგ ნახე, ძალიან სპეციფიკური ვითარებაა, რომ გირჩი ზურა ჯაფარიძის, რომელიც ახლა წევრობა დატოვის და რთულ მდგომარეობაში იყო, მეორე მხრივ დროა. მაინც შედარებით რაღაცა, ისტორიის მქონე პარტიები და თქვენ შემთხვევაში ესე იგი პარტია ახალი და ცვლილების კოალიცია პრაქტიკულად ერთდროულად შეიქმნა. კი, მან სინამდვილეში ჩვენ ხო რაღაცნაირად
მათ შორის მოახერხეთ ის, რომ რეგიონალური ქსელი, რაზეც ჩვენ ასევე გვისაუბრია, აეწყო, ხო? ამ ადამიანების აზრი ყველასი გასათვალისწინებელია, აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები ყველა რეგიონის წარმომადგენლები, რომლებიც არიან იქ აქტიურად და ცდილობენ, რომ ადგილზე შეუქმნა რეჟიმის პრობლემები, ხო, ეს ადამიანები ამ ყველა ადამიანს გააზრებული აქვს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ უნდა ვიღოთ, არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ანუ მათ განაწილება. ეს ხალხი თქვენთან რჩება? იცით, გადაამოწმეთ უკვე რა. ჩვენ მათთან ალაპარაკებთ ამ საკითხზე. ეს საკითხი ესე არ იქნებოდა მიღებული. არსებობს სხვადასხვა მექანიზმები, იგივე პოლიტიკური საბჭო, იგივე ზოგადად საუბრები და რეგიონალური შეხვედრები, ხო? ამ ადამიანმა ყველა მიციან და მათთან იყო ეს შეთანხმებული და აუც მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება მათთან ერთად იყო აქტიური კომუნიკაციით მიღებული და მათი გააზრებული ნაბიჯიც არის ის, რომ ეს თუ არ მოხდა, ეს ნაბიჯი თუ არ გადავდგეთ ჩვენ ამ ქვეყანაში ცვლილებები არ დავაჩქარეთ და არ მოვიტანეთ, არანაირი აზრი არ აქვს ადგილობრივ თვითმმართველობაში ერთ-ერთი ისეც, როგორც არსებობს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღება ამის გაგება რეგიონულ განვითარების დონეზე, როგორც ეს არ არის ხოლმე მარტივი, იმიტომ რომ ეს ხალხი რა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იმ ადამიანებისთვის არის სწორედ თვითმმართველობის არჩევნები, იმიტომ რომ იქ არის საკრებულო, იქ არის კონკრეტული ჩვენთან სამწუხაროდ ისეთ სისტემა, რომ ეს კარიერა ხო პოლიტიკური ქვებნაზე მოთ ვერ მოდის რეგიონებში და ნუ მაქსიმუმი არის საკრებულოს წევრობა მუნიციპალიტეტში. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი არჩევნები ხომ. კარგია თუ ეს რაღაცა ეს კომუნიკაცია უწოდეთ, რომ ამ ადამიანებს ყველას გააზრებული აქვთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ის ფასიც იციან, რომ საბოლოო ჯამში დამარტივი მაგალითი, ბოლო ადგილობრივი არჩევნები ჩვენ გვახსოვს, ხო, ზუგდიდში როგორ იყო 1/11 მანდატი ჰქონდა მაშინ ჯამურად ოპოზიციას მოპოვებული და რაღაც ღამე კარი გადაკეტეს და ისე აღმოჩნდა, რომ ის ერთი მანდატი გაქრა. ხო, პირდაპირ გადაიცემოდა თან ეს ყველაფერი. ჩაკეტეს კარი ზუგდიდში, სესკოში და ისე აღმოჩნდა, რომ ეს ერთი მანდატი გაქრა. საბოლოო ჯამში რო შევაჯამო რის თქმაც მინდა ფრუსტრაციის ნაწილში, რაც თქვი, რომ თითქოს პროტესტი მეინელა და ამ შემდეგ არა, ეს ასე არ არის. რეჟიმი არის იზოლაციაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. იზოლაციაში არის ქვეყნის შიგნით, როგორც მორალურში, ასევე რაც სოციალურში, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, ხო, დღე არ გავა, ერთი ვიდეო ან კადრი რო არ აღმოჩნდეს ისეთი, რომ მაღაზიაში შევიდნენ პირობითად და იქ ადამიანი არ დახვდეთ მათ პროტესტით. მათ ეს ყველაფერი აწუხებთ, ამიტომ დაგიჯინეს ფასი, როგორც რუსთაველზე დგომა, როგორც გავსი სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ დაგიჯინეს თქვენც მათ შორის კრიტიკულ მედიას ფასი, ის ფრაზები, გარუსება, რეჟიმი, პოლიტიკური პატიმარი, არალეგიტიმური, იმიტომ რომ არალეგიტიმურობის დღიშუქზე გამოტანა და ეს სოციალური, მორალური და საერთაშორისო იზოლაცია საბოლოო ჯამში არის ის, რაც იქნება გადამწყვეტი ამ რეჟიმის დამარცხებისთვის და ამას სჭირდება შენარჩუნება. ამის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია არათანამშრომლობა, პირადი თავდადების მაგალითის გამო. მადლობა ძალიან დიდი. კაფარულავა იყო ჩვენი სტუმარი.